მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გამოშვებას Talk News. შიმშილობის 27 დღე სოლიდარობა მზია მადლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. რა პრობლემების მოგვარებას სურთ სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელი საყუნეთის მოსახლეობას. ნახოთ სიუჟეტი. ეს უკვე თავიანთი პრობლემაა, იმიტომ რომ რა ვიცი, ჩემს სახთან თუ სანიაღვრე არხი გადის და ის მემაწუხებს, ის უკვე ჩემი პრობლემაა რა და ყველგან მუნიციპალიტეტი ვერ იქნება. ახალციხის მერის მოადგილე ვაჟა გაჩეჩილაძე ამბობს, რომ თუ სოფელში სანიაღვრე არხები გასაწმენდია, ის სოფლის მოსახლეობამ უნდა გაწმინდოს, რადგან ციტატა, სოფელში ასე ხდება. ამის შესახებ ვაჟა გაჩეჩილაძემ სოფელ საყუნეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ჩვენ კითხვებზე პასუხად თქვა. საკუთრივ შეხვედრაც იმ ტერიტორიაზე გაიმართა, რომლის გვერდითაც ეს კადრებია გადაღებული. მოსახლეობა წმინდავს ხოლმე თავიანთი გადაწყვეტილებით, რა თუ სადმე სოფელში ასე ხდება მოკლედ. მოსახლეობა თვითონ წმინდავს. თუ სადმე ისეთი პრობლემა არ არის, სადაც ჩვენი ჩართვა იქნება საჭირო. თუ ჩვენი ჩართვაა საჭირო, კეთილმოწყობის სამსახურს მოხსენებით მიწერს რწმუნებული, კეთილმოწყობის სამსახურს ეწერება და ჩამოდიან და აქცევენ ყურადღებას. საყუნეთში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობამ სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. პრიორიტეტად სანიაღვრე არხების, გარეგანათების და საბავშვო ატრაქციონების მოწყობა დასახელდა. საბოლოოდ მიუხედავად იმისა, რომ მერის მოადგილე სანიაღვრე არხების დასუფთავებას ხალხს მიაწერს, სწორედ ამავე ხალხმა არხების მოწესრიგება ბიუჯეტით არჩია. პირველი არხი არის გასაკეთებელი. პირველი ის არის გასაკეთებელი. ის სანიაღვრე. სანიაღვრე რო გაკეთდეს, ვინა ამის მომხრე. ხელი საწევით გადავიდე. ჩემს ახლა ჩამოვა, თუ მე არა. პირველი პრიორიტეტად ჩავსვათ სანიაღვრე არხის მოწყობა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლისთვის 16,000 ლარია გამოყოფილი. მუნიციპალურ ორგანოში ამბობენ, რომ მათ შეუძლიათ თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200%-ით გაზარდონ იმის მიხედვით, თუ რა ღირებულების იქნება შერჩეული პროექტი. საყუნეთში მცხოვრებლები გვეუბნევიან, რომ სოფელში სანიაღვრე არხები რამდენიმე ადგილზეა მოსაწყობი. რამდენად მოხერხდება პრობლემის სრული აღმოფხვრა უცნობია. ადგილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დროებით აეკრძალა პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებული მიხეილ ბუცხრიკიძის თანამდებობაზე მუდმივი შტატის დანიშვნა. ამის შესახებ ბუცხრიკიძის უფლებადამცველმა ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ახალციხის რაიონული სასამართლოდან დროებითი განჩინება უკვე მიიღო. იურისტის ჯუნა სტეფნაძის თქმით, გადაწყვეტილება ძალაში რჩება მანამ სანამ სასამართლო დავა არ დასრულდება. ჩვენ ვცდილობდით ადგილის საკრებულოს თავმჯდომარესთან დაკავშირებას, თუმცა იგი ჩვენ ზარებს არ პასუხობს. აქვე გეტყვით, რომ მიხეილ ბუცხრიკიძე ადგილის საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობიდან მას შემდეგ გაანთავისუფლეს, რაც სოციალურ ქსელში პროევროპული პოსტი გამოაქვეყნა და აქციის მონაწილეებზე ძალადობა დაგმო. ჩვენ ახალციხის რაიონულ სასამართლოს ადმინისტრაციულ სარჩელთან ერთად ასევე წარუდგინეთ განცხადება საჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რაც იმას გულისხმობს, რომ სასამართლოს თხოვეთ დროებითი განჩინების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება მიხეილ ბუცხრიკიძის ადგილას არ აიყვანათ მუდმივად კადრი, ვინაიდან ჩვენს ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სწორედ, რომ სამუშაოზე აღდგენა, საიდანაც იქნა გათავისუფლებული, შესაბამისად თუ ამ ადგილას იქნებოდა სხვა პირი მუდმივად აყვანილი, მოსარჩელე ფიზიკურად ვეღარ აღდგებოდა იმ უფლებაში, რასაც ჩვენ ვითხოვთ. შესაბამისად, ახალციხის რაიონულ სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, გუშინ ჩაგვბარდა დროებითი განჩინება და ამ ეტაპზე ველოდებით სხდომის ჩანიშვნას. ამერიკელი მხატვარი და ილუსტრატორი უკრაინაში გაემგზავრა, რათა თანამედროვე ომის მდგომარეობა აესახა. სვლად გიტოვებთ სტუდია ვაშინგტონს. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს TalkTV.G და Facebook გვერდს TalkTV. გმადლობთ, რომ გვიყურებთ.
ანკარა და ბაქო აძლიერებენ სახმელეთო დერეფნის შექმნის ძალისხმევას, რომელიც ზანგეზურის დერეფნის სახელითაა ცნობილი, აზერბაიჯანსა და ნახიჩევანის ავტონომიურ რეგიონს შორის, რომელიც თურქეთს ესაზღვრება. სომხეთი თავის ტერიტორიაზე დერეფანს ეწინააღმდეგება, მაგრამ სირიაში და ლიბანში დამარცხებების შემდეგ მისი სტრატეგიული პარტნიორის ირანის დასუსტების პირობებში აზერბაიჯანი და თურქეთი შესაძლებლობას ხედავენ. The only reason why Armenia resists the establishment of ერთადერთი მიზეზი, რატომაც სომხეთი ზანგეზურის დერეფნის შექმნას ეწინააღმდეგება, არის ირანის დაპირებები, რომ მას სამხედრო ძალით დაიცავს. ირანი ახლა ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მაქსიმალური წნეხის ქვეშ ექცევა. არ ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანი ან თურქეთი მის მუქარებს სერიოზულად აღიქვამენ. I don't think Azerbaijan or Turkey will take its threat seriously. ირანი 40 კილომეტრიან დერეფანს ძლიერ ეწინააღმდეგება, რადგან ის გადაუჭრის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გზას, რომლითაც სანქციების გვერდით ავლას ახერხებს. მაგრამ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რეგიონული მარცხი და ვაშინგტონიდან მზარდი წნეხი ირანს აიძულებს რეგიონში მეგობრები ეძებოს. Making projection for the future, it would be სამომავლო პერსპექტივაში შესაძლოა ზანგეზურის დერეფნის გახსნა ირანისთვის კარგი იყოს და მას თურქეთთან და აზერბაიჯანთან ბევრად უკეთესი და მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდეს. გასულ წელს ამერიკა-სომხეთის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ერევანსა და ვაშინგტონს შორის მჭიდრო ურთიერთობის ნიშანი იყო, ფაქტორი, რომელიც ანალიტიკოსების თქმით, თურქეთისა და აზერბაიჯანის რახვებს აკავებდა. მაგრამ ახალ ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ მიუნიშნებია რა პოზიცია აქვს დერეფნის პროექტის მიმართ და ერევანი შეშფოთებულია, რომ შესაძლოა ბაქომ და ანკარამ ეს გაურკვევლობა გამოიყენონ. ქაოსი შესაძლებლობაა ცუდი სუბიექტებისთვის, რომ აკეთონ ისეთი რამ, რასაც ჩვეულებრივ არ გააკეთებდნენ და ახლა კი მათ არავინ აკვირდება. 2023 წელს აზერბაიჯანის არმიამ თურქეთის მხარდაჭერით სადავო მთიანი ყარაბაღის ანკლავში სომხეთის მიერ მხარდაჭერილი ძალები დაამარცხა. იმ დროს, როდესაც შესაძლოა თურქეთმა ზანგეზურის დერეფნით ეკონომიკური სარგებელი მიიღოს, შესაძლოა ვაშინგტონთან დიპლომატიურად უფრო მეტი მოიგოს, თუ ამის ნაცვლად ყურადღებას აზერბაიჯანს სომხეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებზე გაამახვილებს. თუ თურქეთს შეუძლია ეს ისეთ რამეთ წარმოადგინოს, რასაც მხარს უჭერს, ეს შეიძლება ძალიან საინტერესო იყოს პრეზიდენტ ტრამპისთვის, რომელსაც სურს თავის საერთაშორისო მშვიდობის მყოფლად წარმოაჩინოს. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მჭიდრო კავშირები სურს, თუმცა იმავდროულად თურქეთის ლიდერი მზად არის თავის აზერბაიჯანელ კოლეგას ილჰამ ალიევს მხარი დაუჭიროს საზიარო მიზანში. მათი ქვეყნები ევროპასა და ჩინეთს შორის სახმელეთო ხიდად აქციონ.